მშენებარე ობიექტებზე დამცავი ღობების არარსებობთა ქვეითად მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის. მესამე სექტორი შესაბამის სტრუქტურებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. რა სანქციებს ითვალისწინებს კანონდარღვევა? მოსახლეობის, ზედამხედველობის სამსახურისა და არასამთავრობოების მოსაზრებები ჯენი კვანტალიანის რეპორტაჟში. ეს რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაა. ბათუმელები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვა უბნების მსგავსად ვიწრო ბორდიურებია და უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები მშენებარე კომპანიებს მოუწოდებენ ბორდიურების დავიწროვებისგან თავი შეიკავო. არანაირი უფლება არ აქვს მშენებელს მაგის. მე ასე ვფიქრობ, ჩემი შეხედულებით არანაირი ის არ აქვს მშენებელს, არ უნდა გქონდეს. უფლება ტროტუარი, აი სადაც ახლა ჩვენ ვდგევართ, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. აქ არანაირად არ შეიძლება. აქ ყველაზე მეტი ტურისტი სავალი ტერიტორიაა ეგ და არანაირად არ შეიძლება აქ დავიწროება. ჩვენ რა თქმა უნდა გვიშლის. არც ტროტუარია ჩვენთვის და არც გზა, არც სოფრებისთვის გზა. მე ვიცი, იგი რა ქვია, ჩიხი, ვიცი გზა. ეს ყველაფერი ტრასები გახადეს ჩიხები, სოფრებისთვისაც ძალიან მიუღებელია და ხალხისთვისაც. ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის დამფუძნებელი ნინო ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ქვეითად მოსიარულეთა უფლებები დაცული არ არის და სამშენებლო კომპანიებზე გათემული ნებართვები უნდა გადაიხედოს. ბორდიურების შევიწროებისთვის კი ობიექტის მესაკუთრეები უნდა დაჯარიმდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ სიტუაციას ავტომობილების არასწორი პარკირებაც ამძიმებს. ნებისმიერმა სამშენებლო კომპანიამ, ასევე მერიის ნებისმიერმა სამსახურმა, რომელიც გასცემს უფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ამოვიდეს ფეხით მოსიარულე ადამიანების ინტერესებიდან. აუცილებელია ბუნებრივია, რომ იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ასევე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ ფეხით მოსიარულეებს, იმიტომ რომ ბათუმი არის პატარა ქალაქი, ძირითადად უმრავლესობა ფეხით გადაადგილდება ჩვენს ქალაქში. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებარე ობიექტებზე მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება. რაც შეეხება ბორდიურების შევიწროვებას, ირაკლი მოხია განმარტავს, რომ სამშენებლო კომპანია უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო დამცავ ღობეს აკეთებს, რაც დროებითია. შეთანხმების თანახმად მშენებელი ვალდებულია ობიექტის დასრულების შემდეგ ბორდიურები მოაწესრიგოს. ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს მონიტორინგს კონკრეტულ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა ჰქონდეს დამცავი ღობე, უსაფრთხოების ღობე. უსაფრთხოების ღობეზე დამკვეთი ვალდებულია მოგვართოს მერიას, ამ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური და მოითხოვოს უსაფრთხოების ღობის განთავსება. შემდგომში უკვე ზედამხედველობა აძლევს ნებართვას განათავსოს რა მეტრში და რა მხელავ ვიზუალ გაბარიტებში უსაფრთხოების ღობე თავიდან ბოლომდე წვითავს დამკვეთი. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც დადგენილ ნორმებს არღვევენ 500 ლარით ჯარიმდებიან. უსაფრთხოების ღობის არარსებობის შემთხვევაში კი მათ მშენებლობის გაგრძელების უფლება ეკრძალებათ.